ქალაქ ბათუმში ანდრონიკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს გზის მოასფალტების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივების თქმით, სატვირთო ავტომობილების გადაადგილების შედეგად ტერიტორიაზე მტვერია, რის გამოც ფანჯრების გაღებას ვერ ახერხებენ. მათი განმარტებით ბოლო 3 წლის მანძილზე აღნიშნულ ქუჩაზე მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ხოლო მის მოგვარებაზე მერიის შესაბამის სამსახურებს ამ დრომდე არ უზრუნია. როგორც ანდრონიკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, 1 კილომეტრიანი ქუჩის მოასფალტების მოთხოვნით მერიას წერილობით გასულ წელს მიმართეს. საპასუხოდ კი მხოლოდ ქუჩის მორწყვის შეთავაზება მიიღეს. ადგილობრივები უახლოეს დღეებში ქუჩის გადაკეტვასაც აპირებენ, რას უპასუხებენ ანდრონიკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ქალაქის მერიაში. ნახეთ მთავარ გამოშვებაში. დგას საშინელი ბუღი, მტვერი, სუნთქვა არ შეიძლება, სიცოცხლე არ შეიძლება, სახლები დაიბზარა, პატარა ბავშვების პრობლემები აქვს ჯანმრთელობაზე ფილტვების გამო. ხო და ნუ გვაიძულებენ, რომ რაღაც ცუდ ზომებს მიმართოთ, რაც ქვია, ქუჩის გადაკეტვა, მანქანების არ გატარება და ასე შემდეგ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ისეთი მტვერი, ისეთი საშინელება, რომ ამდენი მაშინა, დიდი, პატარა ყველა ამ ქუჩაზე მოდის. ვერც ფანჯარა გაგვიხსნია. ვერც ბავშვები გარეთ ვერ გამოგვიშვია. იძულებული ვართ გადავკეტოთ ქუჩას.